ისევ გერმანიიდან გიბრუნდებით, ფრანკფურტიდან. შეგახსენებთ, რომ ეს არის ვალვოლინის ტური, კავკასიის ავტოიმპორტის ჩამოყვანილი M850-ით ჩამოვედით გერმანიაში და დღევანდელ ვიდეოში უკვე იცით, რომ გთავაზობთ სიამაყით და ბედნიერებით, სიხარულით გთავაზობთ ჰურაკანს. სიხარულით იმიტომ გთავაზობთ ამ ტესტ-დრაივს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მანქანა არის Lambo, კონკრეტულად ჰურაკანი. Ну, არ ვიცი, გიждები ამ მანქანაზე. თქვენ გახსოვთ, გერმანიაში გადავიღეთ ერთი ჰურაკანი, რომელიც იყო ჩვეულებრივი და ჩვეულებრივში იგულისხმება LP610 იყო. Ну, ძალიან ბევრი Lambo გამოვიდა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო Lambo ჰურაკანი, რომელიც ამის მერე უკვე შეწყდა, რომელიც არის ბოლო. შეწყდა ახალი Lambo გამოუშვეს, რომელიც ჩაანაცვლოს ჰურაკანებს სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს, ის Lambo-ს კარგია. მე უბრალოდ ჰურაკანზე ვგიждები. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მანქანაა და რა ვიცი, ძალიან ბევრი გამოუშვეს და ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ შევიძინეთ. სურვილი მაქვს, იქ მიწერია to-do list-ში, რომ ცხოვრების ლისტი რაც უნდა გავაკეთო, იქ ერთ-ერთი წერია, ქვევით პატარა შრიფტით წერია ჰურაკანი. Lambo-მ ძალიან ბევრი ჰურაკანები შემოგთავაზა, სხვადასხვა ვარიანტები, რა თქმა უნდა, აქცენტი ტრეკისთვისაა, მაგრამ ერთი მაინც შემოაგდო ეს off-road-ის რაღაცა საშინელება ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის Sterato. სახელიც არ მომწონს და არც ეგ მანქანა არ მომწონს. ძალიან პიჟონური მანქანაა, იმიტომ რომ ეგ crossover-ად რო ჰურაკანს იყენებ, რაღაც ძალიან უცნაურია. ამდენ ვერსიაში რომ მაგას იყიდი, ჩემთვის გაუგებარია. არსებობს და რა ვქნათ. მოდი დავიწყოთ ჩამოთვალა, როგორი მოდელები შემოგთავაზა ამ წლების განმავლობაში Lambo-მ, კონკრეტულად ჰურაკანი როგორი მოდელები გამოვიდა. ერთი ჩვენს გადავიღეთ უკვე Spider-ი LP610, მერე უკვე Performante, მერე მოდის უკვე Evo, ეს ჩვენი Evo, მოდი ქართულად შმარტივად Evo დაუძახოთ. მერე STO არის, კიდე ვილობა არის, გარედან, ტრეკიდან გადმოგდებული ბოლიდი არის და ბოლოს უკვე ტექნიკა, რომელიც, ამის და ტექნიკის მერე უკვე, ჰურაკანი შეწყდა. ესენი არის ბოლოები. სამწუხაროდ შეწყდა, თუმცა ჩაანაცვლეს ახალი მოდელიც. ნახოთ, ცოტა ხანში უკვე გაირკვევა, კარგია, ცუდია, როგორია, ხალხს როგორი შთაბეჭდილებები დარჩება მაგ მანქანაზე. YouTube-ზე რა თქმა უნდა უკვე დევს ვიდეოები, მაგრამ მაინც ისე ვერ გაიგდეს რომ ვიცოდეთ მაგარი მანქანაა თუ არა. ერთი სიტყვით ჰურაკანს დაუბრუნდეთ, ჩემთვის ჯერ ჰურაკანი მაინც ერთ-ერთ ფავორიტ ავტომობილად რჩება. არ ვიცი, მიყვარს ეს მანქანა. სუბიექტური რა გავაკეთო, სუბიექტურ ტესტ-დრაივს გთავაზობთ. მიყვარს ეს მანქანა, მოდი Evo გავიცნოთ, რა სრულებები განიცადა ამ მანქანამ, კიდე რა გაანახლეს მანქანაში და ზოგადად როგორი მანქანა შემოგთავაზოს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ჰურაკანი. ამის მერე ჰურაკანი ფაქტიურად აღარ არის, შეწყდა. დავიწყოთ ვიზუალით, იმიტომ რომ მთავარი ამ მანქანაში ჩემთვის ზუსტად მაგიტომ მომწონს, რომ არის ვიზუალი, რომ გააჩერებ, რა კუთხითაც არ უნდა შეხედო, ყველა მხრიდან მომწონს მანქანა. პირველ მინუს იმას ვიტყოდი, რომ კონკრეტულად ეს არის თეთრი ფერი, ესეთ მანქანებს არ უხდება. ეს უნდა იყოს რაღაცა ან კაშკაშა ფერი, რაღაცა არ ვიცი, ყვითელი თუნდაც წითელი, ცისფერი რო გადავიღეთ, ბევრად ეფექტური იყო, ან უნდა იყოს აგრესიული, ბრუტალური, ჩვენი M850-ის ნაირი ფერი უნდა იყოს, ან კიდევ უფრო ღია ფერის რუხი, რაც უფრო აგრესიულს ხდის ამ მანქანას. ფარეს რაც შეეხება, უცვლელი ფარები, ეს თვალები არის, არ ვიცი, ჯოჯოხეთის თვალები, ეშმაკი გიყურებს, ლუციფერი გიყურებს პირდაპირ აქედან და ეგრევე არ ვიცი, გაკანკალებს ამ სხვის რო ხედავ. სარკეებიც, ამას ვიზახია, სარკეებიც არის განსხვავებული ამ მანქანას. ყველაფერი არის 6 კუთხეში გაკეთებული, აქაც 1 2 3 4 5 6 სარკეც კი მორგებული ამ მანქანაზე. ისევ იმას დაუბრუნდები, რომ R8 არის ეს მანქანა და R8 არის ჰურაკანი არის R8, მაგრამ რეალურად ამ მანქანაზე იმდენად დახვეწილია ეს ვიზუალური მხარე და ინტერიერი, რომ იმ მანქანას ვერ ვადარებ. ხმაც სხვა აქვს, ჯდომაც სხვა აქვს, ხედვის არეალი სხვა აქვს, ვიზუალი სხვა აქვს, რაღა დარჩა ეხა, გადაცემათა ყოლოფი და ძრავი თუ ერთი და იგივე, არა უშავს, არ ვკიდია ერთ და იგივეა თუ არა. ეს მანქანა ჩემთვის სხვა მანქანაა. გავაგზავნოთ ახლა ისე, კარები, პიზდეცია, უბრალოდ, არ ვიცი, ამდენი ქება დიდება, არ ვიცი, შეიძლება თქვენ არ მოგწონთ იმ დონეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მე რაღაც არ დამიწეროთ. ეს ტესტ-დრაივი იქნება სუბიექტური, იმიტომ რომ ამ მანქანაზე გიждები. ესეც 6 კუთხეში არის კარების. ყველგან არის კუთხეები, 6 კუთხია ყველაფერს. როგორც წინა ძველ Lambo-ებს, აქაც იგივენაირად იღება. გავაგზავნოთ ისევ კარნიზით შეცვალეს რა, ეს ადგილი შეცვალეს, კონკრეტულად ჰურაკან Evo-ს დაუყენეს ესეთი შუაში ესეთი გამყოფია კიდე საჰაეროსი. აქედან გრილდება, უკვე ჰაერს იღებს აქედან და კიდე ერთი კულერი ჩანს იქ რაღაც რადიატორი და იმას აგრილებს. ასევე აქ R8-დან განსხვავებით ფუნქციონალურია და ჰაერი შედის პირდაპირ ძრავის განყოფილებაში, რაც ძალიან მაგარია და მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი, ორივე
ორივე მხარეს პატარაც და დიდიც იღებს ჰაერს. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მონაკვეთი ამ მანქანის ექსტერიერში არის ეს. ამ დისკების შიგნით ჩანს ლამაზად კარბონ-კერამიკული უზარმაზარი მუხრუჭები, რომელიც ამ მანქანას მართლა ჭირდება და მართლა კარგია, მაგრამ აჩერებს კიდევ, იმიტომ რომ გზაში ჩავაჭირე, აჩქარებაც კარგი აქვს, ტორმოზიც კარგი აქვს, ერთი სიტყვით ყველაფერი მომწონს ჯერჯერობით, მაგებს ყველაფერს განახებს შიგნიდან. და უკანა მხარესაც განიცადა რაღაცა მუტაცია, სხვადასხვა მოდელის სხვადასხვანაირი ბამპერები აქვს და უკიდანაც ყველა სხვადასხვანაირი, ცდილობენ რომ სხვადასხვანაირი შემოგთავაზო. EOS კონკრეტულად EOS აქვს ესეთი პატარა დაგთეილივის, რომელიც ძალიან მომწონს, ძალიან მომწონს. დაგთეილი ყველა მანქანას უხდება, თუ მოუხდნენ, თუ ისეთი ფორმები აქვს. აი გვერდიდან რო უყურებ, აი მაგ გამოჩენ, აი ეს ადგილი რომ მოდის და უცებ ეს წამოწეული, რაღაც აი ლამაზი ბოტასის ვიზუალი აქვს. ცუდი შედარება იყო, ბოტას არ უნდა შეადარო ეს მანქანა, მაგრამ ისეთი პატარა და ყველა კუთხეს გრძნობ ამ მანქანაში, რომ აი თითქოს ბოტასი ვიდგა წამოსული, აი ზუსტად შენ ტანზე შეკერილი ბოტასი რო არის, ხო? აი შენ ტანზე აწყობილი ავტომობილია. ამიტომ ეს სპოილერი ძალიან მომწონს, აქ ჭრილიც აქვს და ერთის უკნიდანაც, გვერდიდანაც და ზევიდანაც ეს სპოილერი მომწონს. პერფორმანსისგან განსხვავებით ესეთი სპოილერი აქვს და იმას უკვე ზევიდან ფიქსირებული დიდი სპოილერი ადევს. აქვე გეტყვით, რომ პერფორმანტე ჯობი აეროდინამიკით, ბევრად გაცილებით მაგარი აეროდინამიკა აქვს იმისთვის, დაუნფორსი აქვს იმისთვის, რომ ტრეკზე უფრო მეტი წონა დააწვეს ავტომობილს და კარგად შეხვიდე მოსახვევში. ამას ოდნავ ნაკლები აქვს. აღარ ვსაუბრობ უკვე STO-ზე, STO არის, ბოლიდია, ჩვეულებრივი ბოლიდია, რომელიც უბრალოდ სტრიტ ლეგალია, რომ ქალაქში გადაადგილება შეძლო. ძალიან მაგარი მანქანაა. ლამბოებს ზოგადად და ერთ-ერთი STO რო ავიღოთ, აი ბოლიდი რო ვიძახით და ძალიან მაგარია. იმდენად დიდი ხმა ქარხნულად, რომ 1-2 ვიდეო ვძევს, რომ ნურბურგრინგზე და ტრეკზე შესვლის დროს იქ აყენია ხმის საზომები, ეგეთი წესია შემოიღეს, იმიტომ ვიღაცამ ხო ყოველთვის ტვინი უნდა მერე ჩივიან და ამიტომ იქ საზომები აყენია, რომ ეს ხმას არ გადააჭაბოთ. STO-ები დაგაზავნე, მაგრამ იდეაში ავენტადორსაც ძალიან დიდი ხმა აქვს, საშინელ დიდი ხმა აქვს. უბრალოდ ავენტადორს ინდონეზე არ იყენებენ საგაზაოდ, როგორც მაგალითად ჰურაკანს. ცეპლენის პრობლემები აქვს ხოლმე მაგიას და მანქანა ძალიან ძვირიანია, ორჯერ ძვირი ყის ვიდრე ეს ჰურაკანი და ასე თუ ისე უფრთხილდებიან. ეგ უფრო სიმდიდრის რაღაცა ნივთად ყიდულობენ ხოლმე მაგ მანქანას და საიმიჯოდ ვიდრე საგაზაოდ. იმიტომ რომ კლასით მაღალია, ბევრად ძვირი ღირს და ჰურაკანს უფრო იმეტებენ. ჰურაკანით უფრო დარბიან და სხვათა შორის გამძლე არის. ჰურაკანი ბევრად გამძლეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცნობილი იუთუბერია, ვისაც ჰურაკანი ყავს და იდეა და არავის არ დაუწუწუნია ჰურაკანზე. არავის. და კიდე იმას გეტყვით, რომ ჩვენ უთხარით ამ გამქირავებელს, ვისთანაც უკვე მეორე წელია ჩამოვდივართ და მანქანას ვქირავთ, რომ აი ავენტადორს რატო არ აქირავ, მაგალითად SVJ დაიჯვას, გადაღება გვინდა მეთქი და მაგანაც იგივე თქო, მაგარი გასაქირავებელი არის, იმიტომ რომ ცეპლინას სულ პრობლემა ექნება, ძალიან ძვირიჯდება მაგის გაკეთება და ერთი სიტყვით არ მიღირსო. ხო და რაც უღირდა აგერ არის და ამას ვიღებთ ახლა და ცეპლინია როგორ მუშაობს, მაგასაც ვნახავთ გზაში. მოდი დავუბრუნდეთ ისე უკანა მხარეს, აქაც თურმე იგივე პრობლემაა, რაც მაგალითად Audi R8-ზე, ეს ფარები სიმხურვალის გამო დნება და ეგ გითხარო, კიო, ამაზეც დნებაო და ერთხელ შევცვალეო. ამაზეო ერთადერთი ის არის კაი, რომ უფასოდ შემიცვალოს. რო ჩამოდნაო ეს ფარები და ჩამოიყვენთაო, რომ მივედიო, ფული არ გამომართვეს ახალ ფარებში და უბრალოდ სერვისში გამიტარეს და ახალი ფარები, სტოპები უკანა დამიყენესო. ვერაფერს არ უზავ მაგას, ცხელდება დნება. უნდა იყოს ჩამომდნარი და მე ან ახალს იყიდით, ან შეგისვლიან. გავაგზავნოთ ახლა ისე. აქაც საღებავი ოდნავ ამძვრალი აქვს ამ სეტკას. ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ ძალიან დიდი სიმხურვალი აქვს, პატარა სეტკა, აი ეს გათეთრებულიაც არის, ეს იდეაში ერთ დროს იყო შავი. აქ რო სიმხურვალი არის, ეს საღებავი ვერ უძლებს და მაინც ფუჭდება. მე რო გადარეცხავ გახურებულ საღებავს და ეს გათეთრდა. ეს იყო შავი ერთ დროს. ეს ნიკელის ლამბორგინის ლოგო და აქედან თუ ჩავიხედებით, ხედავთ შეხვეულ, შეფუთულ მაყუჩს. ამ ჩვენი ჰურაკან EOS-ი, რომელსაც აი საშინლად მაგარი ხმა აქვს, აი საშინლად მაგარი ხმა აქვს და მაგ ხმასაც აუცილებლად მოგასმენებთ. იგივე ხდება ქვედა სეტკაზეც, სითეთრეებს სადაც ხედავთ, ეხა ახლოდან კადრში უნდა ჩანდეს, აი აქ სითეთრეები სადაც ხდება, ნომრის გვერდზე, ეს არის ყველაფერი სიმხურვალის გამო გაფუჭებული. მაგრამ აი მე ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრად მკიდია, იმისთვის რომ გახურდეს და აქედან ცეცხლები გამოყაროს. სიმართლე გითხრათ, თეთრი ფერი ხო არ მომწონს ესეთ აგრესიულ მანქანებზე და მე ეს დიფუზორი თეთრი როა საერთოდ არ მომწონს, საშინელებაა, მაგრამ ფერს თავი დავანებოთ, მე რომ მყავდეს ამას ან რაღაცა კარბონიცას ვიყიდიდი, ან მინიმუმ შავი იქნებოდა მთლიანად. პირველ თაობა სხვანაირი გულშწელი აქვს, სხვა ბამპერი სხვანაირი აქვს. სიმართლე გითხრათ, დღესდღეობით ამ ბამპერებს რო უყურებ, ახლა ახალი თაობის
ჰურაკანებს, ის ბამპერი უკვე ბანზი გეჩვენება, მაგრამ იმ დროს ძალიან მაგარი იყო. ანუ აქეთ იქით აქ ორ-ორი თავი. ანუ ზედმეტად უბრალოა დღესდღეობით აი ამ მონსტრს რო უყურებ. თუმცა იმასაც არ ვეთყოდი უარს, მე ძალიან პირველი თაობის ლამბოები ძალიან მომწონს. ანუ რავი, რა ვქნა მომწონს, იმიტომ რომ იმებს ვფიქრობ, რომ ყველაზე აგრესიული ცხვირი აქვს. რასაც ვერ ვეთყოდი ტრაკზე, ტრაკი მახინჯი აქვს, იმიტომ რომ არც ესეთი ბამპერი არ აქვს, არც ესეთი დაქტეილი არ აქვს და ნუ აი ჩვეულებრივია დღესდღეობით რომ შევხედოთ ამ მოდელს. ორიოდე სიტყვით მინდა ამ ხუბს ვილაპარაკო. აქ გაქვს ორი ვერსია, ან ესეთი, რომელსაც მე ავირჩევდი და მეორე არის შუშა, ან მინა, ჩვეულებრივი, საიდანაც უყურებ ძრავს. კი ბატონო, მივესალმები, ძრავი რო ჩანს ძალიან მაგარია და მაგისთვის არის ეს სუპერკარის ვიზუალი, რომ ძრავი უკარო გიდევს ჩანდეს, მაგრამ რატომღაც მე ერთადერთი მოდელია, რომელზეც აი მივესალმები აი ამას, აი ამ პლასმას, აი ამ გრილს, ანუ უფრო აგრესიული ბეტმობილი ხდება რა, ამაზეც და ავენტადორზეც მე ყოველთვის აი ესეც ავირჩევდი. სხვათა შორის ეს უფრო იაფიანი პაკეტია ეს და შუშა უფრო ძვირი. ცილინდრების თანმიმდევრობა წერია, ანუ აფეთქების თანმიმდევრობა, რომელიც ჩემთვის არის ყველანაირად არაფრის მომტანი ინფორმაცია, მაგრამ განსხვავებული უნდა გაეკეთებინა და დააწერთ პირველი, მე-6, მე-5, მე-10, მე-2, მე-7, მე-3, მე-8, მე-4 და მე-9. ძალიან მაგარია. და რა მივიღეთ აქედან არაფერი, უბრალოდ ვიცი ძრავის პირველი ცილინდრის მერე რომელი ფეთქდება. ანუ ერთი არაფერი ისეთი. თლიანობაში ამანქანს რო შეხედავთ ძალიან ლამაზი. ანუ შექებით, ანუ ერთ-ერთი ფერზე მივაჭირე, იმიტომ რომ რო ყიდულობდა ამანქანს თეთრი რატო იყიდა არ ვიცი. შეიძლება თეთრი უფრო იაფი იყიდა და მაგიტომაც იყიდა. არ ვიცი. 10-დან 10 უწერ ვიზუალში ამ მანქანას. აბა SVJ-ის რაღაც უწერ. SVJ-ის 10-დან 15-ს. დამთავრებული ბაზარია. 10 ცილინდრიანი ძრავი. ესე. ერვისგან განსხვავებით კარბონები დაენანათ. და უფრო დაფარულია თითქოს ძრავი, ანუ პატარაზე ჩანს იქითკენ. ნუ მიდენჯინი არის, უკან კი ვეძახით, მაგრამ რეალურად ეს მანქანები არის მიდენჯინი, ანუ შუაში განთავსებული ძრავით. ანუ ზონაც გადანაწილებულია ისე, რომ ტრეკისთვის იყოს იდეალური. ამ პლასმასზე რა გითხრათ, რავი, ეხლა არ ჩავაჭერ წილს, კარბონი რა თქმა უნდა უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა, მაგრამ ნუ ამასაც ავიტანთ, კაი. მე მარტო ვიზუალზე ვთქვი 10-დან 10, ეხლა მე არ მეთქვა ძრავი როგორ გამოიყურება თქო. ჩვეულებრივად გამოიყურება, ჩემთვის არაფერი განსაკუთრებული. აქედანაც რო შეხედავ ის რასპორკა X-ი აცდენილია ძრავს, იმიტომ რომ ძრავი მარცხნივ არის და ეს რასპორკა შუაშია. R8-ზე შეცვალეს და მე მგონი რასპორკაც დააგზელეს, რომ შუაში მოხდეს აი ეს ცენტრი და ასე შემდეგ. 5.2 ლიტრის მოცულობის 10 ცილინდრიანი ძრავი, ანუ რაც დევს R8-ში, ნუ მართლა იგივე, ერთ იგივეა, იქ რაღაცა პროგრამით იმას ვნიან, ამას ვნიან, მაგრამ რეალურად ტექნიკურად ეს და R8 არის ერთი და იგივე. ვიზუალშია სხვაობა და რაღაც უმანებს, ნუ იქ ხმა, სხვანაირი მაყუჩი აყენია, იქაც სიფათის სხვანაირი აქვს ამას და სალონი, მაგრამ იმდენად სხვანაირია, რომ ეს მირჩევნია აი 10 თავით. მაგრამ აი ეგ 10 თავით რომ მირჩევნია, ზევიდან ერთი 100.000 უნდა დაამატო, 150.000 რომ ეს იყიდო, იმიტომ რომ R8 თუ ღირს 150.000, ეს ღირს 250.000. ამიტომ სხვაობა ამ ვიზუალში ძალიან დიდია. R8 არის, ნუ ჰურაკანს რო ვერ ყიდულობ R8-ს, ეგ არის. თან მით უმეტეს მაინც აუდია და აუდსაც უნდა და თავისი სუპერკარი ყოლოდა, იმიტომ მაინც უკვე აწყობილი იყო ამბობდა, ბარემ გავატიტყოლთო და ახალი სიფათი ჩამოვაცოთ, ახალი ვიზუალი და გავყიდოთო და კი, აუდიც იყიდება და ესეც. მაგრამ ნუ თუ საშუალება გაქვს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვიძახი, რა შედარებაა ჰურაკანი მირჩევნია ყველაფერთ. 640 ცხენის ზალა აქვს, ანუ ტოპს აქვს 640, ნიუტონის აი სხვადასხვა ნიუტონები წერია, მაგრამ 580-მდე არის, მაგ ფარგლებში მერყეობს და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი არის 4-ვე წამყვანი. ნუ არსებობს უკანა წამყვანების ლამბოები, ისევ და ისევ, მაგრამ ალბათ უმეტესობა მაინც 4-ვე წამყვანს ირჩევს ხოლმე. რაც შეეხება გადაცემათა კოლს, 7 სიჩქარიანია, მერვე უკუსლა არის და dual clutch-ია ავენტადორისგან განსხვავებით. ავენტადორი არის single clutch-ი და შეიძლება კი არა და მაგის გამო არსად სეპლენის პრობლემა აქვს ყოველთვის. ეს უფრო გამძლეა dual clutch. ძალიან ჩქარ ართავს სიჩქარეებს, მაგას ისედაც ნახავთ, მანუალშიც ჩემითაც გადავრთავ და მიხვდებით რას გულის ხო. ლამბომ შეძლო, Mercedes-აც ყავს თავისი GTS-ი, GT-არი, ყველაფერი ყავს. აი ეს BMW რაზე ფიქრობს, აი რაზე ფიქრობს ვერ გავიგე. მაგაზე მწყდება ხოლმე გული, არაფერ შუაში არ არის ამ ტესტ დრაივთან, მაგრამ მინდოდა მეთქვა. აი ერთი აირვა შემოგთავაზეს და ისიც ისიც ვერ არა, იმითი თუ იკატავი და ითესტავი. ერთი ეგეთი სუპერკარის ვიზუალის მანქანა რომ გამოეშვათ, ან თუნდაც აირვა ყოფილიყო რაღაც 600 ცხენით, უკვე რაღაცაში ეწერებოდა და BMW-ს მოყვარულს გაგვახარებდა. BMW ალბათ არაფერს აღარ გამოუშვებს ეგეთს, ამიტომ დაუჯერდეთ ისევ ლამბოს. ფულს ვაგროვებთ ლამბოსთვის. ანუ ერთადერთი ოცნება, რაც ვერ ავიხდია, ხა ცოტა უნდა ვიტირო ბავშვით, თქვენთან უნდა ვიწუწუნო, ანუ ჰურაკანი არ ვიცი როგორ ვიყიდო. ანუ აქ მარტო ყიდვა არ არის, აქ ჰურაკანის რო ყავს იმ
დონეზეც უნდა ცხოვრობდე, ანუ იმ ლეველზე უნდა ვიყო. ეთყობა ვერავედი ჯერ იმ ლეველზე, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს და ჰურაკანსაც ალბათ ძალიან მალე შევიძე. ერთი სიტყვით ჩვენი ზღადაგვრჩენია, მე იზღადამჩენია, მე უფრო მეჩქარება ვიდრე თქვენ, იმიტომ რომ ამანქანით გაზაობა მინდა და ერთი სულ მაქვს როდის ჩავალთ ისევ ბანზე რო ჩავაჭირო. დავაფაროთ ახლა ისევ ძრავის ხუფი, რომელიც არის გამჭოლი, აერი ჩადის და რა თქმა უნდა წყალით ჩავა. ჩავждეთ ამ მოკოკოთ და ჩავაჭიროთ უკვე. გამოვედით ბანზე. ერთი შეყოფით სიყვარულის თუ გჯერათ, ზუსტად მანდ ვართ. ერთი ჩავაჭირეთ და ეგრევე შემიყვარდა ეს მანქანა. მოდით ცოტა ინტერიერზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ვიცი რომ გაზაობა გაინტერესებს და ეგ ემოციები, მაგრამ ინტერიერზეც მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. გეტყვით რა მომწონს და რა არ მომწონს. მინუსები სალონში აქვს, ანუ საკმაოდ ბევრი. დავიწყოთ იქიდან რომ კარს რო გამოაღე, პირველი რა გხვდება? ხდება განსხვავებული ავტომობილი, ანუ შატლი ხდება, ანუ ყველა მანქანას რო კარს გამოაღებ, ესეთი რაღაცები არ არის. აი ლამბოში შეხედევ, ყველაფერი არის 6 კუთხეში განსხვავებული, სხვა მანქანისგან განსხვავებული და ასე შემდეგ. თუნდაც ჰაერის დასაბერი, ხო, სადაც ჩვენი ჯოებია, GS-ი, ანუ სარო და ფეხბურთელი ჯო საქართველოს დროშეთ. ანუ ესეც კი განსხვავებულია, ესეც კი რაღაც სპორტულია, რაღაც კოსმოსური ხომალდისაა, აი ისტრიბიცელი არის, აი როზივა რა გონია რომ ეხა ვიღაცა უნდა დავბომბო ამ მანქანიდან. ამიტომ ეგ შეგრძნება განსხვავებულია. მაჩვენებლების დაფაც ზევიდან. ნახე რაღაც თავისი ფორმა აქვს, ანუ ლამბოსთვის დახატული არის, ეს არ არის რაღაცას მიამსგავს ეს, ანუ ჰურაკანისთვის არის დახატული. აი ფანქარი რო გაუსვეს ერთი დანიშნულება ჰქონდათ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჰურაკანისთვის. ეგეც მომწონს. მაჩვენებლების დაფას რაც შეეხება, აქაც მიხვდები, რომ აუდის ბიძაშვილია, იმიტომ რომ იგივე სიკაშკაში აქვს, რაღაც ფერების შერწყმა იგივე აქვს, მაგრამ რეჟიმებს რო ცვლი აქ, ფერები შეიცვალა მთლიანად. მერე კორსაზე რო გადმოდიხარ, მთლიანად იცვლება და ანუ მაგარი ვიზუალი აქვს. აქაც რო ჩამოაგდებ სიჩქარეებს. ანუ რაღაცას გაგზნობინებს სხვა მანქანაში ხარ, ეგ ძალიან მომწონს. ვინაიდან რეჟიმი შევცვალე, აქვე განახებ საიდან იცვლება რეჟიმი საჭიდან, წაარტყავ სპორტია და სტრადა. ანუ აქ იტალიო კორსა, სპორტი, სტრადა, იტალიური რაღაცები აქვს შეტენილი. აი მამა მია, აი ზუსტად ეგეთი რაღაცები აქვს გაკეთებული. ერთადერთი რაც არ მომეწონა ყველა ჩაქრობაზე და დაქოქვაზე, აი აქ ზეთის ტემპერატურა და ზეთის წნევა რო ხატია. სიტყვაზე მინდა შევცვალო, ხო? და შევცვალე, აი ხა დავაკეთე საბურავებია და ნუ რავი, კილომეტრაჟი დავაკეთე ტრიფი მაგალითად. და მინდა რომ ტრიფზე ეხენოს. როგორც კი ჩავაქრობ და დავკოკავ, უბრუნდება საწყის პოზიციას, ეს არის ზეთის ტემპერატურა და ზეთის წნევა. რავი, არ მინდა იმდენ მაგის ყურება, რატო უბრუნდება ვერ ხვდები. 20000 კილომეტრია გარბენი ამ მანქანს. ანუ ფაქტიურად ცოტა არის გარბენი, ანუ ვერ ვიტყოდით რომ ნარბენია მაგარი, თუმცა 20000 კილომეტრიდან უკვე სირბილი იწყება ესეთი მანქანებისთვის. პირველი ვიდეო ვინც ნახეთ, ჰურაკანი, პირველი ჰურაკანი რო გადავიღეთ, ნუ თითქმის იგივენაირი საჭია, თუ ზუსტად იგივე არ არის, მაგრამ მინდა აქაც ვისაუბრო. ესენი არის ციმციმები, ანუ პავაროტნიკებისთვის მარჯვნივ გაარტყავ, მარჯვენა პავაროტნიკია, მარცხნივ გაწევ, მარცხენა პავაროტნიკია. თუ გათიშვა გინდა, მაგალითად ისეთი მოსახვევი არ იყო, თავის გაიჭირა, შუაში უნდა დააჭირო და ითიშება. აი შუაში დაჭერა არ მომწონს, სიტყვაზე თუ მარჯვნივ მივარტყი, ისევ მარჯვნივ ვარტყავდე და ითიშებოდეს უკეთესი იქნებოდა, იმიტომ ეს შუაში მიჭერა უკვე რაღაცნაირად არ მომწონს. ეს ღილაკი არის დანების, ანუ რომ მიგაზაობ, ან ხელს არსად არწევ. საჭეს არ უშვებ ხელს და ამას დააჭერ და დანებს აუცილებლად რომ გადააჯვას გზიდან ვიღაცა. შიფტერები არის დაფიქსირებული შიფტერები, რაც რა ვიცი, უზარმაზარია, მე არ მიყვარს ხოლმე დაფიქსირებული შიფტერები, მაგრამ ძალიან დიდი შიფტერებია. ამ შემთხვევაში მე მგონი ტრეკზე პრობლემა არავის არ უნდა შეექმნას. თუ უყვარს მანუალის წარება ავტომობილის. აქეთაც ღილაკებია, საქარე მინის საწმენდი არის, აქაც იგივენაირად, ანუ აქ დააჭერა წყალს ამოასხავს და ანუ აქედან უკვე შენით რა სიჩქარეც გინდა, იმ სიჩქარეს აძლევ. მთლიანობაში ერვას შევადარებდი ისევ, აქაც საჭე ხო, აი დირკების გარეშეა ეს რაღაც წერტილები რო ქონდა, რაც არ მომწონდა ძოლს რო მაგონებ და ამ შემთხვევაში ეგ დირკები აღარა აქვს, ამას ხვრელები, რავი, რაც გინდათ ის უწოდეთ და ეს ტყავი მირჩევნია. რო გითხრათ რომ ზე ულამაზესი საჭია და ვაიმე ამის საჭეზე
მეთქი მოგატყუებთ, იმიტომ რომ შუაგული ცოტა მოსაწყენია ჩემს. ანუ ეს პლასმასებიც, რავი, კარბონი რო იყოს, უფრო ლამაზი იქნებოდა. ანუ არ არის რაღაც ზე განსხვავებული საჭე, მაგრამ ნუ მისაღები, ანუ არ უჩივი არაფერს, მისაღებია. ნუ სავარძელშიო გაიკვეტები და აი ამის საჭესთან რო ხარ და მიგაზაობ ესეთ ბანზე ძალიან მაგარია. სავარძელი ულამაზესია, აი ულამაზესია ეს სავარძელი, კარბონი, სპორტული, აი რავი, ნატურა არის ყველასთვის, აი ძალიან მაგარი სავარძელია, თუმცა აი ზურგი ანუ ყველაფერი იმისაა გაკეთებული აქვს ცოტათი ამობერილი რომ პირიქით ზურგი არ აქვს ტკივდეს და აი დავიტანჯე რა აი არ მინდა ჩემი ის მაინც მომეცი საშუალება იმისი რომ თუ მინდა ამოვბერავ თუ მინდა ჩავფუშავ როგორც სხვა თანამედროვე მანქანებში არა აქ ეგ ფუნქცია საერთოდ არ აქვს აი ეს არის ჩვენი სავარძლის მამოძრავებელი და გვერდზეა გორგოვაჭი, რომელთაც მექანიკურად გადაწევ მისაყუდებელს, ან სპინკას გადმოწევ წინ და გადაწევ უკან. ანუ ელექტროობა მოხსნეს, რომ ჩატეიყოს მანქანა. კაი, გასაგებია, ეს ძალიან ლამაზია, მომეწონა, ანუ ჩემთვის ძალიან მარტივია მაგის გამოყენება. არც იმ გორგოვაჭზე არ მაქვს არანაირი პრეტენზია. უბრალოდ აი ეს ამობერილი აქ, აი მენა კუდუსუნის ზევით, რომ იმენა მირტყავს, ეგ არ მომწონს. სპაიდერთან შედარებით კაბრიოლეტი რო გადავიღეთ, ანუ იმასთან შედარებით, აი შვება ამოვისუნთქე ვეტევი იდეალურად ამ მანქანაში მე ვეტევი ნუ მდინარეზე სუჭეს იმიტომ ფეხები აესი აქვს საჭესთან მაგრამ ნუ მე ვეტევი მოკლე კატო ვარ და ვეტევი არ არის პრობლემა მეტრ 80-ისთვის ანუ იდეალურია მეტრ 82 ვარ მაგრამ მეტრ 80-ისთვის იდეალურია ერთი სიტყვით მართვა ამ მანქანის ხედვის არეალი ყველაფერი მომწონს უკანა შუშა არ გვაქვს ფაქტიურად ცოტა ჭირს უკან რაღაცის დანახვა მაგრამ უკუსლის კამერა გვაქვს მე გაჩერებულზე არ უნდა დამავიწყოს უკუსლის კამერაც არის აქ გამოდის. როგორც კი საჭეს აიღებ და ეფარება, ვეღარ ხედა უკან ახლა. ანუ საჭეს რო ატრიალებ, უკანა კამერას ვეღარ ხედა. ვერაფერს ვეღარ ხედა უკან, მე ბრმა ხარ. ერთი სიტყვით სპორტული მანქანაა და რაღაცეებში პრობლემები არის. ანუ ყოველდღიური მოხმარებისთვის ცოტა რთულია. ყოველდღიურ მოხმარებას რაც შეეხება, ანუ ისე მოდი ბარზე გადმოვიდეთ ახლა, იმიტომ რომ აქ ჭიქის ჩასადებს ვერ ხედავთ. ანუ არაფრის დასადები არ არის ამ მანქანაში. არაფრის. დამატებით ოფცია, მე მგონი ერთი ჭიქა რო ჩადო და $1500 უნდა დაამატო. მე ჩემი აზრი ის არის, რომ თუ შენ მიდიხარ და ცენტში ყიდულობ ამ მანქანას სულ ახალს და იხდი $400,000, დედამ $1500 დაამატე, რომ ჭიქა დადო, აი ყავა თუ მოგინდა რომ დალიო ან რაღაცა კილო, ანუ ვერსად ვერ დებ, არც აქ არ ეტევა გვერდზე. აქ შუაში ვერ დადებ, ანუ სატრაქში უნდა გაიკეთო, ალბათ მართლა ტრაქში უნდა გაიკეთო, იმიტომ რომ სხვაგან ადგილი ფიზიკურად არ არის. ერთადერთი არის სათავსო პატარა, არ ვიცი, მან ტელეფონს თუ დადებ, Bluetooth-ი დაუკავშირდები და რამეს იზავ. და ნუ ეს არის რა, გასაღები რო გდია. აი გასაღები მაგალითად R8-ში ხო, გასაღებს აუცი ადგილი ხონდა, ჩააგდებდი და იქ იყო და აი ვერსად ვეძებე მეთქი, აუ სადმე ხო არა აქვს და არ ვიცი, კიდე მგონია რომ სადმე აქვს გასაღების შესარჭოვი, მაგრამ ვერ ვიპოვე. შეიძლება აქვს ბოდიში, არ ვიცი, სადა აქვს. მე მაპატიეთ, ნუ გამისერიოზულად ერთი გასაღების დასადებზე. იმიტომ რომ მე მიყვარს ხოლმე მანქანის გაცნობა, როდესაც ვატარებ და ტესტ დრაივს ვიღებ. ამიტომ ეგეთი რაღაცები არ დამისერჩავს და არ დამიგუგლავს. ვერ ვნახე დავაგდი აქ, თუ აქვს. ეს ხელის დასადები არის, აი ეს პატარა ალკანტარას ნაკლეჯი არის ხელის დასადები. მეტი არაფერი. მაგრამ გვაღირსეს, როგორც იქნა ბოლო წლებში გვაღირსეს მონიტორი, ცალკე მონიტორი, ანუ ამისგან განსხვავებული, მაჩვენებლების დაფისგან განსხვავებული მონიტორი გვაღირსეს. ვერ ვიტყოდი რომ ყველაზე ლამაზი დიზაინი აქვს სოფლიოში, ანუ არ აქვს, იმიტომ რომ რაღაც ერთფერში არის, ჩემი გადმოსახედი და მაგრამ ნუ აი მენიუ გაიჩიტა რა, ხაშლამა, ხაჭაპური, მეგრული ხაჭაპური, ანუ ვერ მიხვდები სათხარ, რაღაცა შტრიხ-კოდები ამოიხარა და ნუ ანუ ხვდები არ მიყვარს ესეთი მენიუები მე, მაგრამ სულ არაფერს აი ბევრად მირჩევნია ეს იყოს. ტელეფონი, Bluetooth-ი, კლიმატი და ერთი რაღაც სეტინგები და რაღაცები უკვე აქედან შეგიძლია მართო და ყველაფერს აი ესე არ ჩალიჩობ რა. აქეთ აქვს ფარების ღილაკები, აი იქით ხარ ეს ბოლოში, მაგრამ ნუ მაგილაკებს ფაქტიურად არ გამოიყენებთ, რომ ავტოზე აყენია თავისას ანთებს ჩააქრობს. ეს ღილაკები მინდა განვიხილოთ, ძველ ლამბოებშიც ესე იყო და აქაც ეგრეა. ნუ ეს შუშების მარცხენა და მარჯვენა, აი ეს არის ყველაზე საინტერესო ღილაკი, იმიტომ რომ ეგეც არის დამატებითი ოფცია. ეგ არის ხვირის წამოწევა. თუ შენ შემთხვევით ქალაქში სადმე მოხდი ისეთ ადგილას, რომ ცუდი გზა ან ამაღლებულია და იციო შენი მანქანა დაბალია, ამას წაარტყავ ხელს და ნუ ხვირს წამოგიწევს, გადაივლი იმ გზაზე, შეგიძლია ეგრე გააგზავნო სიარული, ან წამოარტყავ და ისევ ჩამოეწევა და თავის ლამბოს ვიზუალს დაუბრუნდება. ერთი სიტყვით ეგ იდეაში ყველა ჰურაგანს უნდა ქონდეს. ანუ არსებობს ესეთები, რომელსაც ეგ არ აქვს, იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეგ არ ჭირდება.
უნდა გჭირდებოდეს, იმიტომ რომ ამ ბამპერის გაფუჭება, რავი, დასანანია. არ უნდა გააფუჭო. ასევე მინდა სარკეებზე გავამახვილო კიდე ყურადღება სარკეებს, ახლა ყველა ტესტ-დრაივში არ ვაქებ ხოლმე. აი აქედან რო უყურებ, ან წინ მიწეულ სარკეებს და ესე 6 კუთხა რაღაცა ბოზობას, აი თან მაგ სარკეში რო საჰაერო ჩანს უკანაც, რავი, საჰაერო ჩანს, აი იმენა ეს გინდება, ნუ იმენა. ხმაკ, აი როგორ არ უნდა გაგეყიმოს ამას და როგორ არ უნდა გიყვაროს. თან ეს იყო იმას ტრადა, ანუ ჩვეულებრივ ნორმალში ჩავაჭე. სპორტში რო გადართავ, მე საერთოდ ჯოჯოხეთი იწყება უკრიდან იმე. დრატატატა. აი ამითი შემიძლია მთელი დღე ვიკაიფო, მთელი დღე 640 ცხენით, აი და ბაბაბა, იმენა, პოპკორნიც რო უხდება, ბაგაბუგიც რო უხდება, ბარბლიც და 10 ცილინდრის განწირული ხმა. მე ისე ჩამოვაგდებ. აი შეიძლება მთელი დღე იგა, მთელი საწვავი დახარჯვა, მაგრამ ვაუ, ასორ, როგორ შეიძლება ავტომოყვარული იყო და აი ეს არ მოგწონდეს, აი ეს არ მოგწონდეს. სულ ექნება თუნდაც გასაღების დასადები, ჯიბეში ჩაიგდო და წავიდა რა. აი პიზდეცია. ძალიან მაგარი ხმა აქვს, ძალიან მაგარი ხმა აქვს და ნუ აი შეგრძნება, არა ამ ქვეყნიურ შეგრძნება. მე მახსოვს ერთადერთ მანქანაზე მქონდა ესეთი შეგრძნება, რომ თქვი რომ აუცილებლად არხის მანქანა უნდა გამხდარიყო ტესტ-დრაივის დროს, ეს იყო GTS-ი და მაგას უვიძახი ხოლმე და მეორე იყო პირველად რომ გადავიღეთ ის ჩვეულებრივი ჰურაკანი. ანუ მაგორ მანქანაზე და ნუ რა თქმა უნდა იმ ჰურაკანთან შედარებით ეს უფრო მძლავრია და უფრო ახალია და ამაზეც ზუსტად ანალოგიურია შეგრძნებები მოაქვს. ანუ მანქანას რო ვატარებ, მიხარია სიამოვნებს, ვერთობი, აი მაგარ ბედნიერ წუთებს ვიტყვი რომ გავერთო, რაც შეიძლება დიდხანს. კარგი, მოდი გავაგრძელოთ ისე ბარზე საუბარი. ეს, ნუ რა თქმა უნდა, გეცოდინებათ ყველა ლამბო, ნუ ყველა მის რომ აქედან იქოქება სტარტ-სტოპია და აქედან შეგიძლიათ ჩააქრო ეგრევე. ეს არის უკუსვლის ბერკეტი, რო ამოქაჩავ, ანუ რევერსი არის, უკარო წახვიდე და წინ თუ გინდა წასვლა, ანუ დრაივში თუ გინდა ჩაგდება, რო დაქოქავ, აი ამ შიფტერს უნდა წაართვა. მარცხენას არა, აი მარჯვენა შიფტერს რო წაართვა, ეგრევე ავტომატურად დრაივშია და შეგიძლია გააგრძელოს სიარული. ნუ მანუალი და პარკინგი, მანუალი იმას ნიშნავს, რომ შენით გადართო სიჩქარეები. ერთადერთი ის არის, რომ ცოტა ადგილია რამის დასადებად. უკანაც აი ეს ადგილია, აი კურტკას წეხლი თუ შეტენი რა, რამე, აი ტანგას მიაგდე, ბაზარია, რომ ჩასვლდება ვიდე ტანგა შეგიძლია შემოაგდო, მაგრამ რა ჩანთა და ჩემოდანი ერთადერთი ადგილი გაქვს წინ საბარგულში. მაგას რო გავჩერდებით, მე განახებ წინ საბარგულში რა ხდება. მოდი ცოტა ხანი შევეშვა დანარჩენს ისეთი განსაკუთრებული მეტი არაფერი არ ხდება. ერთადერთი უხეში სათავსო გვაქვს დარჩენილი და ეგ არის. გიუშ გამოაღე ფული ხო არ აგდია. ამჯერად არ არის. ხო, ეგ არის. მეტი დანარჩენი სტანდარტულად. რა ამ მანქანაში როგორ გითხრათ, რაღაცები უნდა აიტანო. მე მაგალითად ორი რაღაც მაწუხებს. ერთადერთი არა, ორი რაღაც მაწუხებს. ერთი რო ჭიქის ჩასადები არ არის, ანუ ჰელს რო დალევ, არ ვიცი სად უნდა ჩადო, გენავე. არ ვიცი სად უნდა ჩავდო, ანუ მართლა არსად არეტევა და მეორე სავარძელი მაწუხებს. ანუ რა გავაკეთო, ანუ აი ზურგი ამტკივდა, აი სველი მაქვს დაჟე ეს ადგილი, იმიტომ რომ მარტო ეგ ადგილი ედება, სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთებ. და ნუ რა ვიცი, იდეაში ესეთი სპორტული სკამები არის ხოლმე იმის რომ სპეციალურად შენ ტანზე იყოს მორგებული არ დაგღალოს და მე პირიქით დამღალა. აი ეგ ორი რაღაც არ მომწონს სალონში. დანარჩენი ყველაფერი არის მისაღები ჩემთვის. მით უმეტეს მონიტორი რო დაამატეს მეორე დისპლეი, ეგ საერთოდ დიდი პლუსი ჩემგან. როგორც იქნა მიხვდა ვიღაცამ თქვა რომ მოდი ახალ ევოში დაუმატოთ მონიტორია და ჯიგარი ხარ. ეხლა გადავიდეთ უკვე ტარებაზე ამ მანქანას. თუ ნელა დადიხარ, ერთადერთი რაც არის რომ მე-7 სიჩქარეში, ანუ ბოლო სიჩქარეში რო არის, მაინც გონია რომ აი სიჩქარე უნდა გადართო რა. ხმა რო შემოდის უკრიდან ზრავის ხო და სიარულის ახლოს რო ვარ ზრავთან, ფაქტიურად ყური გვიდევს ზრავზე. მაგ შემთხვევაში გონია რომ აი მერვე სიჩქარეს ითხოვს, არა და ეხლა მივდივართ, ან ზუსტად 100-ით მივდივართ და მე-7-შია და მგონია რომ აი რაღაც სიჩქარე უნდა გამოუცვალო, რატო ამ ზრავმა მეთქი, აი ეგეთი შეგრძნება მაქვს. თუმცა მაგას ვეღარ ვიზავთ, ბოლო სიჩქარეა. ტრიალებს რავი ყველას იმე რო ანახევარს რო ატრიალებს, აი მე ხვდები თურმე რა მაგარი ამ მანქანის და ამ ზრავის ხმა. ძალიან ხისტი არ არის. ანუ ქალაქში დაშვებული სიჩქარე თუ დადიხარ, რაც არის ხოლმე 60, 70, 80, ანუ არ არის ისეთი ხისტი რომ რაღაც შეგაწუხოს და ასე შემდეგ. ანუ მართლა არ არის. მე მაგას
დღეს რო ვიარეთ, საერთოდ არ შევწუხდი, მაგრამ ეს კამით შევწუხდი, მარტო მეტი არაფერს არ შევწუხებულ ვარ. და მით უმეტეს ეს გამოვიყენე. ქალაქში შევედით 1-2 დღეს იყო ამაღლებმა სპეციალურად ეს ლამაზად ბუგაროკივით იყო რა, რომ იქ ნელა გაიარო და ნუ მეთქი რავი ჩამოვაგლიჯო ეს ცხვირი თქო და აუციე და ისე გადავიარე. ანუ ფუნქციონალურია, ეს ჭირდება ყველა ჰურაკანს. რაც შეეხება მოხვევას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დავფრინავთ წინ. ან აი ბანზე ვაჭერთ. ამიტომ ამის მოხვევა ვენდობი ჯერა, რასაც იძახის ლამბო, რომ მოსახვევებში მაგრა დადის და ტრეკზე იდეალურია, ვენდობი. ანუ ეჭვი არ მეპარება რომ კარგია და გასართო. მე რომ მომეწონება ვიცი, ანუ მაგას ხვდები, მაგრამ რო არ მოგატყუოთ, გეუბნებით რომ მოსახვევებში ჩქარა არ გვივლია ამ მანქანით. ეხა გადავიდეთ თავარზე, აი აჩქარება, ხო, აი რო ჩქარდები ამ მანქანით. 640 ცხენის ზალა არ არის 2000 ცხენის ზალა. იმიტომ რომ დღესდღეობით ელექტრომანქანები რო გამოვიდა, აი ორში რო ჩქარდებიან ადგილიდან და იმენა 4 წამი აქვს 100-200, ნუ გასაგებია რომ ძალიან მაგარი მანქანებია, ზეჩქარი მანქანებია. თუმცა ამ მანქანაში მე ვხედავ მარტო სიამოვნებას. ანუ ეს მანქანა ყველაზე ჩქარი მანქანა არ არის. ანუ ეს სიტუაცია არ არის, რომ აი ტიპებს გონიათ ხოლმე ლამბო ვიყიდე და ვიღაცამ აი გამასწრო. ბიჭო, გაგასწრეს დედა 1000 ცხენის ძალიან M4 რო ეჯაჯგურები, იმენა $3,000 პოპკორნი რო აქვს მარტო მოყრილი, ანუ ყველა ვარიანტში გაგასწრებს. ეხლა იგზა ფართოვდება, ცოტა ხანი გვინდა და იქიდან შეგვიძლია უკვე გავზომოთ ამის სიჩქარე 100-200-იც მივაჭიოთ, თუ მოგვეცა საშუალება 0-დან 100-მდეც ვნახოთ, R8-ს, ანუ ისეთი ბანზილანჩი ქონდა, იმენა აი გამიტყა და რო არ მოგატყოთ და ეს თუ იგივე საკეთებს, ნუ მაშინ არ უნდა დავანჩოთ ხოლმე და უბრალოდ გაგორებულზე ჩააფაროთ. ანუ აი ხმარო მოდის ეგრევე ადრენალინი გიწევს, აი ეგრევე. ჩაგდომეშვილეში გააჯვია, მაგრამ მიანობა. მაგარი ხმარ, აი ძალიან მაგარი ხმარ. და შეგრძნებას აი რა ვიცი, ჩქარია, ჩემთვის ჩქარია, ანუ რო აჭერ და ეს ხმარო მოდის და აი ამ მანქანას რომ მართავ, რა ვიცი, ძალიან ჩქარი გონია. ძალიან ჩქარი გონია და 640 ცხენის ზალა მე ვთვლი რომ ნუ აი რა ვიცი მისწორდება მეტი რანაირად გითხრათ. შეგვიძლია არ გვაცადეს. იმას ეგონა რომ ჩაუდგი ეხა ბიჭს, რატოცალია მაგათვის. აი ხა ამა გაიაროს და ეგ არის. 1 2 3 ჩქარია. თან ეს ახლა იდეალური არ იყო, იმიტომ რომ ცოტა რთული პირობებია აქ. ანუ უკეთესადაც შეიძლება. უბრალოდ აქ რო ჩქარა დადიან ამ ზოლში, ანუ ვეღარ იმაშვები რა, სულ მარცხნიდან ვერ სტარტავ და ანუ თავზე რო გადააჯვა, ეგეც არ გინდა, მაინც ტეხავს პონტი არის. ახლა კი უცებ არ მისნო ხვალ, მაგრამ მაინც გულის სიღრმეში ახლა ზევიდან დარწევა არ გვინდა ტიპებზე. ახლა ჩამოვედით და დაუჯვით, მიგაზავეთ ბანზე, მაგრამ ერთი კიდე მინდა ვცადო, იმიტომ რომ გონია რომ ბევრად უკეთესად წავა. უკეთესად არ წავიდა. მოდი, აბა ერთი ვცადოთ თავისი იმეთი რა, სპორტით, ავტომატით. 3 2 1 არა, ის მან იტყუება და მაგიტომაც ვირზობავ და წერა. შენ რო აცილე იქ 210-ზე რო ახლა მე ვიბრაცია მომსახელში. მა, ეხა არ დაწერა? იტყუება ნაბოზარი. 0-100 ვცადოთ.
აი ლანჩი როგორი უნდა იყოს. აქ შევიდა 3 და 1 მაგარია, მაო რა გიქნა. ეს კი ერთ პანჯარაში დრაკია გახსნილი. მეორეში ნავიგაცია. რა დღეში მუშაობ. ერთით იღებს და მეორეში პეტლეჩკაა შეერთებული და ნუ პიზდეცია 3-1 ხო 3-1 კარგი აჩქარება მით უმეტეს შენც გვერდზე მიზიხარ და პირველ ცდაზე რომ 3-1-ში უკვე ანუ R8-ს ჩაუდო ანუ მე რაზე ვერ кайფობ ისი გასაგებია რომ ეხა ის გასაგებია რომ რაღაცა ამის იაფიანი ვარიანტია და ვერსია ის რა ლანჩი იყო ანუ რომ ჩაიჯვა იმენა გაიტარაცა ჩაჭერის დროზე ეს იბი გადედა ლანჩი უნდა ყოფილიყო ესეთი 3-1 ხო ნუ კაი 3-0 დავწეროთ მეტი უკეთესი რავი არ მგონია მაშინ დინარაზე უნდა ჩამოსვათ მე ვეღარ გადავიღებ მარტო და თან ეგეთ პირობებში არ ვართ ეხა გავიჯვით იმენა ბანზე მოუჯვით უბუქსავეთ იმანა ჰურაკანით უბუქსავეთ წინ შუა ბანზე ვჩერდებით ვაჭერთ რაღაცა ვატარებთ ამიტომ 3-1 დავჯერდეთ რა ეხა 2 ნახევარში ეს მანქანა ვერ გაივლის ამიტომ 3-1 მისაღებია ვსი აღარ გვინდა კიდევ აქეთ ამ ხარესაც ვაფაროთ იმიტომ რომ ძალიან მომწონს ამ მანქანის გაზაობა და ეგ არის მე პატარა პაუზა ავიღოთ უკვე უკოსვა კამერა და უხვევ ანუ გასვლა მინდა აქედან რა მარცხნივ უნდა ავიღო და გავიდე უკან ვერ იხედები იმიტომ არაფერი არ ჩანს და კამერაზეც გეფარება საჭე საკუთარი საჭე რამდენსაც ატრიალებ ანუ ვერაფერს ვერ ხედავ წინა საბორგულსაც ჩავხედავ, სადმე ხო უნდა ჩადო ერთია პარკი მაინც, აი რა იშოპინგე და გინდა პარკი სადმე ჩავა, თავზე ხო არ დაიდე. სულ ეს არის. აი, სულ ეს არის. არ ვიცი, სამოგზაუროთ როგორ წახვალთ, არ ვიცი. აი, მარტო ზღვის შორტები და კუპალნიკი დამთავრდა. მეც ვერაფერს ვერ წაიღე. ერთი ნასკი, ერთი ტრუსიკი და всё. პატარა ფული შეკვრა, შეაგდო და всё, დამთავრდა. კიდე რა მინდოდა მეთქვა, აი ეს შეგზნებებია, რომ დაგაზაობ, აი ძალიან ჩქარი მანქანის შეგზნებები აქვს. სწორედ გამიგეთ ნელი ეს მანქანა არ არის, 640 ცხენის ზალა, 4-ვე წამყვანი და რა dual class-ი, ანუ ნელი ვერანაირად ვერ იქნება. უბრალოდ შეგზნებით გონია რომ ერთი 2000 ცხენი აქვს, მაგრამ ამერიკელები ძირითადად არ ჯერდებიან ხოლმე. Twin turbo-ს ადგავენ, აწუნინგებენ ამ მანქანას და სვეჩი, აი, სიტყვას არ ვამბობ, 2000 ცხენის ზალიანი ლამბოებით ყველანაირ რეკორდებს ხსნიან. ლამბოებით არა, ჰურაკანებით, იმიტომ რომ ყველა ჰურაკანს აწუნინგებს და ჰურაკანებით აი dragstrips და დედას ახლა ჩვენ GTS-ო შევადაროთ რა, ჩვენ GTS-ი არის ფაქტიურად ორჯერ ჩქარი. დინარაძე რო დაგაზაობს ხოლმე 100-200 აქვს 4. და ამას აქვს 6. 7, ბოდიში. დინარაძე რო დაგაზაობს ხოლმე დრაგისთვის რო ემზადება რაღაცას რო დააწუნინგებს ხოლმე, აი რომ მივდივართ და რო ჩააფარეს 100-200 აქვს 7. ანუ იმის თქვა მინდა რომ ამ მანქანას ექსიმძლავრე, ექსიჩქარი არ აქვს, მაგრამ შეგზნებით ზუსტად იგივე შეგზნება. აი რო აფარებ, გონია რომ აი ყველაზე ჩქარი მანქანაა და მაგაშიც ერთი დიდი პლუსი. ისე ვიტყოდი რომ ნელი არ არის. მაგრამ თუ შეიძენა მანქანას ყველაზე ჩქარი მაინც ვერ იქნება, იმიტომ რომ მოვა GTS-ი უკანა წამყვანი, უხეში სტიკერი და ეგ გაგიკეცეს. და გაგიშვებს სახლში დამცირებულს. ეხლა 1-2 კიდე მივაჭიროთ, რომ ეს სიამოვნება არ მოვიკლოთ, მე ლამაზი ადგილი ვიპოვოთ, რომ ვიდეოს დასასრული ჩავწეროთ. წავედით.
გასაკი კოჭებში მეტყობა, იმიტომ რომ გადმოვიდა ხან მუხლი მიტკაცუნებს, ხან კოჭი მტკივდება, მაგრამ არა უშს ავიტან. რა უნდა გითხრათ, ალბათ პასუხი იცით ჩემი ამანქანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ემოციები, რაც გამოვხატ ახლა სალონში და ჩაფარების დროს ალბათ ხვდებით, რომ ძალიან მომეწონა ეს მანქანა, ყველანაირად ძალიან მომეწონა. რა შევადარო ახლა, რა თქმა უნდა, R8-ზე ძვირია, რა თქმა უნდა, ზოგადად ეს მანქანა ძვირია და ფასი არ უვარდება, მაგას ვერაფერს ვერ უზავს. ჩემი აზრით არც უნდა დაუვარდეს ფასი, ეს არის სხვა ლეველის ავტომობილი და იმ კატეგორიას ყავს, ვისაც ტრაკი აქვს ამის შენახოს. კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ყიდვა მთავარი არ არის ამ მანქანის, შეიძლება რაღაც ქნა, ბანკი გაიტანო, მაგრამ ამ მანქანას რო ყიდულობ, უნდა კონდეს შესაბამისი ტრაკი, რომ შეინახო. ვინც ყიდვას აპირებს, გეტყვით, რომ მე ძალიან მომწონს, ვინც არ უნდა გამასწროს, რამაც არ უნდა გამასწროს, ეს მანქანა არის ემოციების, პაკეტი. ემოციები, სამი ერთში არის, ყველანაირ ემოციას განიჭებს. ლამაზი ვიზუალი, სპორტული მართვის სტილი, აჩქარება, ხმა, არ ვიცი, ყველა ერთი სიტყვით მომენტალური სისველე მოაქვს, მომენტალური, ძალიან მაგარი. ტიპები ჩავა და აქ რა ვიცი, აქაური ქალების მე ვერ გავიგე. არც მანქანა არ აინტერესებს, არც იახტა არ აინტერესებს, არაფერი. ველოსიპედით თუ ხარ, მე ყველას თესლი ტიპი ხარ, ველიკით თუ გამოუვარე, პატარა ესეც სკამით, всё, მაგარი ტიპი ხარ. ბავშვს რო სათამაშოს მიცემდა რო უხარია, პატარა ბავშვს მანქანას აჩუქებდა, რო უხარია, ზუსტად ეგრე მიხარო და მთელი დღის განმავლობაში ამ მანქანის ტარება და მართვა. არ ვიცი, მიხარია, მახარებს. ავტომოყვარულებისთვის მე ვფიქრობ, რომ ესეთი ავტომობილი ყოველთვის ის იქნება, რომ ჩაჯდები გაატარო და ღიმილი დაგეტყობა სახეზე. მეც ვერაფერს ვერ დავამატებდი. ისევ იმას დაუბრუნდები, თუ მომეცა საშუალება, რომ ესეთი მანქანა შევიძინო, თუ ვიქნები მზად იმისთვის და ეგ ნაბიჯი გადავდგი, უპასუხისმგებლო ნაბიჯი თუ გადავდგი და ეს მანქანა შევიძინე, არ ვიცი, ჩვენ არზე კი ნახავთ და ჩვენებურ სტილში გავაკეთეთ. გადავაკრავთ სხვა ფირს, თუ ფერი არ მოგვეწონება და თეთრი იქნება და რაღაცებს ჩვენებურს რა ხელწერას გავუკეთებთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქებადიდება დაიმსახურა ჩემგან ლამბომ, შეიძლება არ იმსახუროს, მაგრამ ჩემგან დაიმსახურა, იმიტომ რომ ამ მანქანაზე გიждები და სუბიექტური ვარ, რა გავაკეთო, მიყვარს ეს მანქანა. თქვენ, რა ვიცი, თუ ყიდვას აპირებთ, შეგიძლიათ არჩიოთ, მე სხვა ტესტ-დრაივებსაც გადახედოთ და თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ ის ჰურაკანი, რომელიც თქვენ სტილს და თქვენ გემოვნებას ხასიათს აკმაყოფილებს, მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროტური, ვალვოლინის ევროტური, ჩვენ ჩამოვედით გერმანიაში, ჩამოვედით კავკასიის ავტოიმპორტის ჩამოყვანილი, იქით რომ ძინავს იყურება ნაბოზარი თვალებით, ეს არის ჩვენი M850, რომელიც ჯერჯერობით კარგად გვემსახურება, არაფერი არ გაფუჭებულა და უკვე 5000 კილომეტრი გავლილი გვაქვს. როგორც კი ტესტ-დრაივებს დავამთავრებთ, ისევ წავალთ საქართველოში, თბილისში და უკვე ჩვეულ რიტმში შემოგთავაზებთ ვიდეოებს საქართველოდან. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ბოლო ტური, ჩვენ კიდევ ვაპირებთ სხვა ქვეყნებში გამგზავრებას და სხვა ავტომობილების გადაღებას. ვისაც კიდევ არ გაქვთ არხი გამოწერილი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და რა თქმა უნდა, არხი გამოიწერეთ. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დროებით. სანამ მივიყვანთ, კიდევ უნდა ჩავაჭირო, ყველა ევრო უნდა, ყველა ცენტი უნდა ამოვიღო. იცის ყველამ რომ თესლი ხარ ისედაც. ერთი წამი ამერია ერთოთი. ამას აქვს 7 და რამდენი ქონდა? უკანა წამყვან GTS 100-200 აქვს. ჩვენ უხეშ GTS, მდინარზე GTS აქვს. წამ ცოტა ახლოს რა თქო. წყალში შავედით შეჩია. მაგრამ ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ ამის ხმა გვინდა და აჩქარება. კაი, მაგას ცოტა ხანი შევეშვათ. მაგას ცოტა ხანი შევეშვათ საწერ. გასაღებით ჩასადები რო გინდოთ. всё. ეგა უნდა გაჭედო ხო წიხლი და რო ჩააჭერ გადმოვარდება და ამონიტორ დაეცემა დედა. თუ მასდიან ვიზავ კიდევაც. მარშრუტკა თუ არ შემიძლება ტრაქში. всё, ვიტაიჭირე. ეხლა 1-2 კიდე მივაჭიროთ, მერე დასასრულისთვის ვიპოვოთ ლამაზი ადგილი და იქ აგიხსნით არა, როგორ თქვი, რაც კარგად გამოდიოდა. დასასრულს ჩასაწერად, ხო?